ჩეხეთში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური აქცია პრეზიდენტის მხარდასაჭერად გაიმართა. ათობით ათასი დემონსტრანტი პრაღის ქუჩებში სწორედ პეტერ პაველისთვის სოლიდარობის გამოსახატად შეიკრიბა. ეს მას შემდეგ, რაც მთავარსარდალმა ღიად ისაუბრა ახალი ევროსკეპტიკური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის პეტრ მაცინკას მუქარის შემცველ წერილზე მისი მისამართით, რათა პრეზიდენტი ეიძულებინა გარემოს დაცვის მინისტრად მემარჯვენე პოპულისტი ფილიპ ტურეკი დაენიშნა. პეტერ პაველი უარს ამბობს, მთავრობის კაბინეტში დანიშნოს პირი, რომელმაც საზოგადოებას თავი ნაცისტური მისალმებით დაამახსოვრა და ამის გამო ბოდიშიც მხოლოდ ნაწილობრივ მოიხადა. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, წარსულში ტურეკის მიერ გაკეთებული რასისტური, სექსისტური თუ ჰომოფობიური განცხადებები შეუთავსებელია მინისტრის თანამდებობასთან. ჩანს, რომ ამაში პრეზიდენტს სხვებიც ეთანხმებიან. აქ ვარ იმიტომ, რომ არ მომწონს მოქმედი მთავრობის პოლიტიკური კულტურა. არ მომწონს მათი მხრიდან პრეზიდენტზე ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობები. მე აქ ბრნოდან ჩამოვედი მეგობრებთან ერთად, რადგან გვჯერა, რომ წესიერება და კარგი ურთიერთობები ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, ასევე პოლიტიკასა და საზოგადოებაში. სულს მხარი დაუჭიროთ პრეზიდენტსა და დემოკრატიულ განვითარებას ზოგადად, რადგან ჩვენ ძალიან არ მოგწონს, რაც ახლა ხდება. პრაღის ცენტრში, სტარომესტკისა და ვაცლავის მოედნებზე შეკრებილების ზუსტი რიცხვი სამართალდამცავ ორგანოებს არ დაუსახელებიათ, თუმცა ორგანიზატორების მტკიცებით ქუჩაში 80-დან 90,000-მდე ადამიანი იდგა. ჩეხეთის რესპუბლიკის დროშის გარდა ადგილზე მოჩანდა ევროკავშირისა და უკრაინის დროშებიც, რაც პეტერ პაველის საგარეო პოლიტიკასთან რეზონირებს და წინააღმდეგობაშია ახალ კოალიციურ მთავრობასთან. თავად პეტერ პაველმა საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა უკვე ჩანიშნა ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ მილიარდელ ანდრეი ბაბიშთან, რომელიც ერთი შეხედვით პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის არსებულ დავაში არ ერევა, თუმცა მაციკის გათავისუფლებასაც არ გეგმავს, რასაც მოსახლეობის ნაწილი მისგან ითხოვს. ამ პროცესების ფონზე საპარლამენტო ოპოზიცია გეგმავს სამშაბათს კენჭი უყაროს ახალი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს, რაშიც წარმატება ნაკლებად სავარაუდოა. ეს იმიტომ, რომ ანდრეი ბაბიშის პარტიამ ანუ კოალიციაში მყოფ კიდევ ორ პარტიასთან ერთად მყარი უმრავლესობა მოიპოვა. 200 მანდატიდან საკანონმდებლო ორგანოში 108 მათია. ამ პარტიების შეხების წერტილი ევროსკეპტიკური განწყობები და უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგობა. ახალი კოალიციური მთავრობის წინააღმდეგ მორიგი აქცია ჩეხეთში უკვე 15 თებერვალსაა ჩანიშნული.